მენათია ვარჯამთი ჯანსაღი აღდგენილი მარადიული სორი დაუბროკელი დაუჭერი შეუჭერი ვიუჭერი ბოჭერი დაუტყვევებელი დაუზომბირებელი ზაპრეშავ სეხნა მინაზრო ლიხა პროხავრიანი ეცეზრელი ხე ბრახები ბლაკეროიც ატკრუჩაიცა საგრევაიცა ჩორნი ედილები ჩორნი პარტალები ასტრალნი პარაზიტები ჟიგაიცა მეტაიცკი პარაზიტები ჟიგაიცა მეტა ავისურები ავიძალები ჟიგაიცა ატკრუჩაიცა ატმინია პადალში ნატრანსფორმაცი ეხლა რაზე მინდა ვილაპარაკო რა ქვია რაზე მინდა ვილაპარაკო და რა არის დაუშვათ ბუნებრივი ენერგოაბმენები ანუ ბუნების ძალასთან ენერგოაბმენები ანუ სოციალური ენერგოაბმენები გავიგეთ ხო თუ კარგად გექცევიან გიხარია თუ ცუდად გექცევიან ესე იგი გავამპირებენ და სოციალური ენერგიააბმენები უმთავრესად გამოიხატება რა ქვია საქციელებით სიხარული თანადგომით მეგობრობით და ფულით ხო ფულით მატერიალური ფულით ხო რო შევიძინოთ რაღაცა და რო ვიცხოვროთ ხო შრომა რითით ფასდება ფულით ხო ანუ ეს ენერგოაბმენები და შრომითი ენერგოაბმენები გავიგეთ ეხლა რა არის დაუშვათ ბუნებრივი ენერგოაბმენები აი ბუნების ძალასთან კოსმოს ძალასთან რომ რა ქვია ბუნებასთან და სხვათა შორის ყველაზე კაი რა ქვია ენერგიები ტრიალებს ბუნებაში თუ გაისვენებს ადამიანი თუ დაისვენებს თუ განიტვირთება ხო დაუშვათ და ბუნებრივი ენერგოაბმენები რა ქვია როგორ ხდება და დაუშვათ ადამიანს ყავს ცუგები ან თუ არ ყავს ცუგები ქუჩაში არიან ხო ეს ცუგები ხო პატრონო ცუგები რომ ეხმარება ხანდახან ეხლა მეც ვიცი ხანდახან დავეხმარები ან ცუგებს რაღაცა საჭმელს ვუყრი რაღაცა ძვლებს ვუყრი რაღაცა ხანდახან თუ მაქვს საშუალება თუ არ მაქვს საშუალება ან ყავს ადამიანი ანუ ვეხმარები ამ სუშესტოებს პისოებს ძაღლებს იქ რა ქვია ჩიტებს მტრედებს პურს უყრი ხანდახან ხორბალს უყრი ხო დაუშვა თუ ყავს როცა მაქვს საშუალება თუ ყავს ადამიანს სახლში ფისო ანუ ამ ფისოს უვლის საჭმევს ასუქებს ხო ანუ ეხმარება ამ ფისოს ეს არ აქვს მნიშვნელობა ეს ძაღლი ფისო ჩიტები არის ბუნების პლაზმოიდური ენერგიები პლაზმოიდური სუშესტოები ხე ტყე რაღაცა ის რა ქვია ყვავილები გაზარდოს სახლში ბაღი გააშენოს გაამწვანოს ხო ჟივა ანუ ყვავილები ჟივა ჟიზნენის სილები რაღაცა ამ წვანილი მოიყვანოს ან კარტოფილი მოიყვანოს ან ბოსტანი მოიყვანოს რაღაცა ან რა ქვია უბრალოდ ბუნებასთან კონდეს შეხება ბუნების ენერგოაბმენები რომ დაეხმაროს ბუნებას აყვავებაში რომ დაუშვათ თუ არ აქვს მიწა ადამიანს სახლში ქოთანი და ერთი ყვავილი კონდეს ან ორი ყვავილი კონდეს ან მაგალითად მე ეხლა არა მაქვს საშუალება სახლში ნახევარსარდაფში ვცხოვრობ დროებითად და მე სახლში დავდგე მაგალითად ხახვი ამოვიდა უშუქოთ ამოვიდა ხანდახან ეხლა შუქზე ელექტროშუქზე მზისხივი არ ჩამოდის აქ ელექტროშუქზე ამოვიდა ხახვი მიხარია რომ ხახვი ამოვიდა ყვავილიც ამაკ რაღაცა ყვავილები მაქვს ანუ ეს ბუნებას ჟივას ცოტათი რაღაცით ვეხმარები რომ რა ქვია და საერთოდ ამ ყვავილებსა და მცენარებს ყველა ვიცით რომ ზოგს სამკურნალო ენერგიები აქვს ზოგს გამწმედი ენერგიები აქვს ზოგს რა ქვია გასატვირთი აი ყვავილებს მცენარებს აქვს სამკურნალო ენერგიები როგორც ხილს აქვს ვიტამინების ენერგიები და ხილის მიღება საერთოდ საჭიროა ბოსტრეულის მიღება არის საჭირო იმიტომ რომ ბოსტრეულს აქვს გამწმენდი ენერგიები შლაკებს შრის ატრანსფორმირებს რა ქვია სისხლში ჩარჩენილ შლაკებს დისტრუქციებს ნეგატივებს რა ქვია წმიდავს ორგანიზმს ხო რა ქვია ხილის მიღება საჭიროა და ამავე დროს ეხლა ხილს ვიღებთ ვიწმინდებით მწვანილი საჭიროა
ბოსტნეულობა, კომპოსტო საჭიროა, ხილე საჭიროა, რა ქვია, რომ ადამიანმა მიიღოს ხახვსა და ნიორს კიდე ანტივირუსული საშუალება აქვს, ხო, ანტივირუსული ფუნქცია აქვს, რომ ხახვიდან იორი, მაგალითად გრიპის საწინააღმდეგოა, იმუნიტეტს აძლიერებს ხახვიდან იორი, ხო? ანუ ეს რა ქვია, კაი რაღაცა შექმნილი ყვავილები ზოგი ჰაერს წმენდავს, ხო, ზოგი გამოსხივებას ანეიტრალებს, ხო, კაქტუსი მაგალითად გამოსხივებას ანეიტრალებს, ხო, ვიცით რაღაცეები წაგვიკითხია ბოტანიკაში და ასე ვთქვათ, ეს ბოტანიკურ ბაღებს ეხლა ვერ შევქმნით ჩვენ ზოგს კვარტირატული სისტემებში, მაგრამ ყველას გვიდა რომ სახში რაღაცა ყვავილები, მცენარეები გქონდეს. და გამოვიგონეთ ეხლა ეს ქოთნები და ქოთნებში ვაკეთებთ ამ რაღაცა ასე ვთქვათ თესვა დარგვის იმებს პრაქტიკებს და ვცდილობთ დავეხმაროთ ბუნებას, ჩვენ თავს, გაიას და ასე შემდეგ ბუნების სილებს აყვავებაში, გახარებაში და ასე ვთქვათ გაბედნიერებაში და გამწვანებაში. ჩვენებურად. ხო, ეხლა მე რა მინდა კიდე რომ ზოგი არის ცხოველთ მოძულე, ზოგი არის ცხოველთ მოყვარული. ცხოველთ მოყვარული რამ ხრივ რომ მაგალითად ცხოველები უყვარს ძალიან ბევრი ადამიანი დამინახია რომ დადის და ქუჩაში დაუშვათ უპატრონო ძაღლებს ეფერება, ეხმარება, საჭმელს უყრი, მეც ვცდილობ ხოლმე როცა მაქვს საშუალება ვაჭამო ფისოებს, ცუგებს, დავტოვო საჭმელისადმი დადებული ანძულები ან რა ვიცი, შაურმის დაჩერები და რაღაცები დავალაგო აქა-იქა რომ ძაღლებმა შეჭამონ. ხო, ეს ამით ვეხმარებით ბუნებას, ბუნების ეს ცხოველები რა არის? იგივე პლაზმოიდური სუშესტოები, რომლებიც გადიან ოპივც ევოლუციას, რაღაცას ვეხმარებით ამ სუშესტოებს, რომ რა ქვია, გაიარონ რაღაცა იცოცხლონ რა, სიცოცხლეში ვეხმარებით, ხო? როვულით ქათმებს როვულით ის ქათმებისთვისაც კაია, ჩვენთვისაც კაია, მე ხო მივირთმევთ ამ ქათმებს, არა, იმათ კვერცხებს ხო ვჭამთ. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს დაუშვათ ქათმის დაკვრა გვინდა, ხო? ქათმის დაკვრა გვინდა, ხო? უნდა ვთქვათ, რომ ქათამო მადლობა, რა ქვია, გიისურებს სვეტლიე გზებს, სვეტლიე პარტალებს. ანუ როცა ვკლავთ ცხოველს, არ აქვს მნიშვნელობა ქათამია, ძროხა, ცხვარია, რაც არის ცხოველი, დავკალეთ, ხო, ისე უნდა დავკალათ, ნუ საჭიროების შემთხვევაში რომ ვჭამოთ, ხო, რაღაცა, იმიტომ შეექმნა ეს ცხოველი, რომ შევჭამოთ ხანდახან. ხო, ხანდახან კი ზოგი სისტემატურად ჭამს, ხო, ნუ და ეხლა უფრო მაღაზიაში მაგალითად ბევრი ავყიდულობთ ვჭამთ, მაგრამ ამასაც გააჩნია ეხლა მაღაზიიდანაც რო ყიდულობ, ხო, ეს მაინც უნდა თქვა, რომ ეს ჩიჩია, ანუ ეს ხორცი, ეს კვერცხი, ეს ჩიჩია, ეს პროდუქტი, რა ქვია, იწმინდება всё დისტრუქციები აბრუნებსა და მოქმედებს ჩემთვის მხოლოდ სასიკეთოდ, სასარგებლოდ. ამაზე არა მაქვს, ამ თემაზე არა მაქვს, ეხლა ლაპარაკი, ამ თემაზე უკვე მე ვილაპარაკე წინა რაღაც ჩანაწერებში. მე მაქვს სხვა თემაზე ლაპარაკი, როდესაც ეხლა ბუნებას ვეხმარები და ბუნებრივი ის ხდება, ხო, ბუნების აბმენ ენერგიები ხდება. აი გავზარდეს წიწილა და მე ამ წიწილა უნდა შევჭამოთ, ხო? ეს ამ წიწილის ჩახოხბი, ჩაშუშული და ყველაფერი კაია, მაგრამ ამ წიწილას რო ვკლავთ, ქათამს რო ვკლავთ, უნდა მოუხადოთ ბოდიში ქათამო, მაპატიე, გისურვებ სვეტლიე გზებს. აი დაუშვათ ესე მინდოდა მეთქვა. ხო, ეს მინდოდა მეთქვა. ხო და რა ქვია, მე ვკლავთ ამ ქათამს, აძროხას რაღაცას და ვჭამთ. ანუ ეს უნდა მოხდეს შინაურულად. მე არა მაქვს ეს ეგრეგერიანულ რაღაცებზე, რომ იქ შეწირვებზე და იმეებზე აღარა მაქვს ლაპარაკი. მე ამ თემაზე ვილაპარაკე წინა რაღაცებზე, ვილაპარაკე ჩემ თავს. ხო, ესე იგი, ეს ბუნებრივად უნდა იმას ქრას ადამიანმა, ანუ ბუნებრივი აბმენ ენერგიები ხდება ესე, რომ ბუნებას რამით დაეხმაროს ადამიანი, რითი უნდა დაეხმაროს ბუნებას ადამიანი, რომ იქ ფისოებს აჭამოს, ან იქ ყვავილი ჩარგოს, ან იქ მწვანილი ჩარგოს, ან იქ ჩიტებს პური აჭამოს, ან იქ რა ქვია,
ხე დარგოს სადმე და ასე შემდეგ. და მადლობა მოუხადოს ბუნებას, რომ მადლობა ბუნების ძალა, მადლობა წყლის ძალა, მადლობა ჰაერის ძალა, მადლობა ჟივას, ლამაზ ჟივას, მადლობა ჩიტების ჭიკ-ჭიკს, მადლობა სასაცილო ცუგებს, რომ წარამარაკუც იქნებენ და მადლობა ფისოებს, რომ წარამარაკრუტუნებენ და რაღაცა უნდა პოზიტიურად შეცვალოს ადამიანმა ეს ენერგიები თავისთვის ასიკეთოთ, სასარგებლოდ. ხო. ეს არის ბუნების ენერგოაბმენები. კოსმოსური ენერგოაბმენები ცოტა სხვა რაღაცა არის. ეს კოსმოსურად ადამიანი თვითონ უნდა დაუკავშირდეს თავის სულჩვენს, თუდისაც კოსმოსში ვართ ყველა და მექანიკურად ტრიალებთ. განვიცდით ევოლუციებს, რევოლუციებს, ბრუნვებს, მიზიდულობებს, განზიდულობებს, ასე შემდეგ და ეს თვითონ მენტალური წელები არსებობს, ყველა ადამიანს აქვს მენტალური წელები, რითაც ადამიანი უკავშირდება კოსმოსის ძალებს, იქიდან რა ქვია დავუშვათ, როგორ გააბეროს ადამიანმა თავისი კოსმოსური შემოქმედება, თავისი კოსმოსური ძალები. მე ვილაპარაკე მე მგონი ამ თემაზე, ანუ მადლობა ჩემო კოსმოსო, მადლობა ჩემო სვეტრიესებო, მადლობა ჩემო სვეტრიე ძალებო, მადლობა ჩემო ვიშიე სვეტრიო საზდაწელებო, თვარცებო, ჩემო ვიშიო ია, ბლაგადარი ყველაფრისათვის და მე ასე ვთქვათ, ეს რეგრესოლოგებმა ესე იციან, რომ დაუშვათ ვიბრაციებს ზდიან, გერცებს ზდიან, რადუჟნი ვიბრაციები, რა ქვია, სიყვარულის ვიბრაციები, 1000, 2000, 3000, 4000, 5000 იზობირების ვიბრაციები, ნასი შავი სამივე სისწელავის წმინდა წყლის რეზერვუარებით, რეზერვუარები, საკვები რეზერვუარები, იზობირების რეზერვუარები ბევრდება, რადუჟნი რეზერვუარები ბევრდება, ჩემი სულისათვის ვაბლაგა, სვეტრი რეზერვუარები ბევრდება, პადრიმაინცა ვიბრაციები, სასიკეთოდ, სასარგებლოდ, ბალანსირებები, გარმონიულობები, სასიხარულოდ, ჩემი კოსმოწელებისათვის, ასტრალწელებისათვის, მეტაწელებისათვის, ბიოველი, ბიოპოლი, ეფირწელებისათვის, ვაბლაგა, 1000, 2000, 3000, 4000, 5000 ჯერ მეტად და ასე შემდეგ. ანუ კოსმოსთან გვაქვს ჩვენ ყველა შეხება და ვიჭერთ ასე ვთქვათ რადიაციულად კოსმოსურ ენერგიებს, სიხშირეებს და შეგვიძლია რომ რა ქვია გადავატრანსფორმირავოთ და ავიმაღლოთ ვიბრაციები კოსმოსურადაც, ბუნებრივადაც, ჟიზნიანი სილებითაც, შინაგანედაც და ეფირულადაც და რა ვიცი. თუ ადამიანს სურვილი აქვს, პოზიტიური თუ ადამიანი, პოზიტიური და პოზიტიური ადამიანი ვინ არის, რომელიც ბრაზიანი არ არის, ბოროტი არ არის და რომელიც სულ არატირის და სულ არა წუწუნებს და სულ არა ბოღმაობს. ყველაფერი მატერია არ არის და ყველაფერი ფულზე არ არის დამოკიდებული. და მატერიალური ფულის რა ქვია ბლოკების მოხსნაც იოლი არ არის. ხო, რა ვიცი, ეხლა დავარია სულიერი ბლოკები მოიხსნას ადამიანს და სულიერი იზობირიები ქონდეს ადამიანს. და მადლობა ღმერთს, რაც მაქვს. ივსიო. ხვალე უკეთესი მექრება. მადლობა ღმერთს, მადლობა ჩემს სულს. მთავარი ადამიანმა გაიზარდოს თავისი სულიერი იზობირიები, ის ბუნებრივი ძალები, ბუნებრივი აბმენ ენერგიები, გადაატრანსფორმიროს, სვეტლობა, სიხარული ჩემთვის ვაბლაგა. ყველასთვის ვაბლაგა, იმ შინაური ცხოველისათვის, გარეული ცხოველისათვის, აგრეთვე ჩიტებისათვის ვაბლაგა, ბუნებისათვის ვაბლაგა, ყვავილებისათვის ვაბლაგა. და დანარჩენი ეხლა ფული და სული თუ ძლიერი ექნება ადამიანს და ჯანმრთელი, ის ფულიც იშოვის ადამიანი, ფულს იმუშავებს, იშოვის არ რაღაცას რა ქვია დაწერს, გამოიგონებს, იშოვის არ შექმნის, იშოვის არ იმღერებს, იშოვის არ იცეკვებს, იშოვის და რაღაცას გააკეთებს ადამიანი. ანუ ეს ფული უბრალოდ მატერიალური, მატრიცული რაღაცა არის, რომელიც ჩვენ გვჭირდება უბრალოდ მატრიცაში.
თორე ეს სულს საერთოდ არ ასჭირდება, რომ მუშაობთ, სულს ისედაც არ ასჭირდება, რა ქვია, სამსახური, მაგრამ ბიორობოტია ესე, რომ უნდა იმუშაოს და ფული იშოვოს, ბიორობოტს უნდა იმუშაოს და ფული უნდა იშოვოს, სულს არ უნდა არც მუშაობა და არც ფულის შოვნა, სულს უნდა, რა ქვია, სხვა რაღაცები, ევოლუციები, რა ქვია, ჯანმრთელობები, რა ქვია, სულს უნდა სჭირდება, ასე ვთქვათ, გაანტვირთვა, დასვენება, მედიტაცია, გაჯანსაღება, ის სულს უნდა კონდეს იმისი დრო და ენერგია, რომ დაუშვათ განიწმინდოს, მოიხსნას ბლოკები, შევიდეს იქ გიპნოზში, რასაც ეძახიან რეგრესოლოგები, ავიდეს იმ აბსოლუტის, რა ქვია, ბაჟესტვინი პატოკები, ჟიზნინის სილები, აიმაღლოს ვიბრაციები, რა ქვია, აიმაღლოს ვიბრაციები, ეს უნდა სულს და სულს არ უნდა ეს მუშაობა, სადაც ხდება ვამპირიზმი ამ სამსახურებში და დაღლა და დაქანცვა და ვამპირიზმი და ნევროზიზმი და ყველაფერი ხდება, სულს უნდა ბუნებიებაში ყოფნა, გაისეირნოს, გამოისეირნოს, ივანჯისოს, სუფთა ჰაერი, ჩაყლაპოს, სუფთა ხილბოსტრეული მიირთვა, სუფთა წყალი დალიოს, ხე დარგოს, ლამაზი ყვავილი დარგოს, ლამაზი, რა ქვია, ის, რა ქვია, ხო, ლამაზი მუსიკას მოусმინოს და ასე შემდეგ. ეს არის სულის იზობირიები და სულის ბუნებასთან ენერგოაბმენები. არის სულის პირველი წამალი, სულის პირველი სამკურნალო, ასე ვთქვათ, სამკურნალო ენერგიები. სულის სამკურნალო ენერგიები. ხო, ეს მინდოდა მეთქვა. მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემ ვის შეესვეტრესებს, მადლობა ვის შეესვეტრეთ, დვარიცებს. ბოგ ბაგინებს, ბლაგადარიო.